მგონია რომ ძალიან ბევრ ბოდიშს იხდი მაშინ როცა თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლები ან არანორმატიულ ლექსიკას პარლამენტის ხდომათა დარბაზში იყენებდნენ საკუთარი კოლეგების მიმართ. გავიხსენოთ ანა ნაცვლიშვილს, რაც ეძახდა ბექაო დიშარია. გავიხსენოთ თეონა აქუბარდიას, რა სიტყვებით და ლექსიკით მოიხსენიებდა ირაკლი ბერაია. თვითონ შალვა პაპუაშვილი მესმის, მაგრამ თვითონ ისინი გრძნობენ თავს კომფორტულად, როცა ერთმანეთს ასე მიმართავენ, როცა ამ სიტყვებს იყენებენ კოლეგების მიმართ. ჩვენ რომ არა ვართ ბექაო დიშარია, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ბერაია და ირაკლი კობახიძე, ღმერთმა დაგვიფაროს, ამიტომ გვსვავენ ციხეში, თორე აბა ეხლა ისინი რო ვიყოთ ბიძინა ივანიშვილის მონები, ვიქნებოდით ისეთივე თავისუფლები და ისეთივე უსინდისოები, როგორიც თავად არიან. ახლა ყვებოდი, რომ ონისეს დაესხნენ თავისი კომიკური მოსაზრებების გამო, სიცილის გამო არასრულწლოვანებს და ვიღაც ქალს მოხვდა ბრმა ტყვია. ვახოს ანაიასაც სახელმწიფო მაგიტო დაესხა თავს, რომ ჩვენ ვიცინეთ იმაზე, რაშიც ყველა ვეთანხმებით ვახოს ანაიას და იმ ადამიანებს, ვინც ამ 300-ი მოიხსენიებს შალვა პაპუაშვილს. მე მართალი გითხრათ, ვერც ერთ 100-ს ვერ გავიმეტებდი ამ ადამიანებისთვის, საერთოდ უსასოო და უასოოები არიან, იმიტომ რომ არავინ არ არიან, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ანგრევენ. და მათ უნდა დაუძახოთ არანორმატიული ლექსიკა კი არა, მოღალატის სახელი, იმიტომ რომ ამ საქმიანობით ასპარეზობენ ისინი ჩვენს ქვეყანაში.